სპასო ტელემოყურებლებო, გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ელისო კილაძე. ელისო, დიდი მადლობა რომ მოხედი ჩემს გადაცემაში სტუმრად. ამ არხზე პირველად იმყოფები ჩემს გადაცემაში, ხო? ესე რაღაც უნდა ჩაიფიქრო. ჩავიფიქრე. რამე ისეთი არ ჩაიფიქრო, კარგი რამე ჩავიფიქრე 20-20-ში. ხო? კონცერტის წასვლის მერეც ვიქნები შენი სტუმარი. რას მელაპარაკები კაცო? ოქტომბერში. კი. ანუ რომელი არის ახლა მანდ კარგი ინფორმაცია, კოცების წასვლა არის კარგი ინფორმაცია თუ ჩემთან რო სტუმრად იქნები, ეგ უფრო არის კარგი ინფორმაცია. კოცების წასვლის გამო რომ შენთან სტუმრად ვიქნები. აი, ეგ არის კარგი. ძალიან კარგი, არაჩვეულებრივად გამოიყურები. მადლობა. მე შევამჩნიე რამდენიმე ეთერიდან, მინდა გითხრათ, რა არის აი თქვენი იმის წონაში კლების საიდუმლო. ჩემი გაგიკვირდებათ და წონაში კლების საიდუმლოც ჩემი არის პოლიტიკური. იმიტომ რომ კომპრომატები რომ შემოელეოდათ და არგუმენტები ამ სულ მიძახოდნენ რა აი შენ დაბალი ხარ და მსუქანი. ასე მავულინგებდნენ და მე ერთ მშვენი ერთ დღეს გადავწყვიტე რომ ეს ალაპარაკოც მომესპო ამათთვის და აღარც დაბალი ვარ და აღარც მსუქანი. შვენივრად გამოიყურები არაჩვეულებრივად მინდა გითხრა. კარგი, ბოლო ეთერი იყო ნიკა გორამიასთან კვირის აქცენტებში, სადაც შენ პირდაპირ ეთერში ჯინსი დაჭერი. აუ, ყველას გონიან, ანუ რომ ეს ეთერი იყო დაგეგმილი და წინასწარ ვიყავით მე და ნიკა შეთანხმებული მსგავს სცენარზე. მაგრამ იყო ნამდვილად სახელდახელო და გეტყვი როგორ. აი წულუკიანის სკანდალი ყველას გვახსოვს ის დახეული ჯინსები, ყავა დალია, პაპიროსი მოწია, ტუალეტში შევიდა. და იქ დაუწერე ნიკასთან რომ დახეული ჯინსები უნდა ვიყიდოთ ხო. კომენტარში ჩვეულებრივ რიგით კომენტარად დავწერე და გვარამიას ხო იცი ხა ტრადიციულად მე ეგეთი ტექსტი მიმიწერა რომ შენ იყო ვახსენო ახლა იმ ხოცის გვარი ის ვიღაცაო რომელსაც ერჩი და არავინ არ ვიცით ვის ერჩიო თუ ამ დახეული ჯინსებით არ მოხვიდა ჩემთან ეთერშიო. მოკლედ რა თქმა უნდა წავედი ვიყიდე ჯინსები ოდნავ დახეული და მივედი კვირის მთავარ აქცენტებში მთავარ არხზე მთავარ ბიჭთან მოკლედ და შემომხედა და თან პირველი ბლოკი არის პოლიციელები დაძაბული აუდიტორია რაღაცა დაანონსებული აქვს რომ გულის ფანცქალით ველი ელისოს დახეულ ჯინსებში შემომხედა სარეკლამო პაუზა არის 2 წუთი სულ თუ 3 და რაღაცაო ეს ჯინსები არ არისო მთლად კარგად დახეული და რა პრობლემაა თქო მე ვთხარი მოდი დავჭრა თქო და დააკიულა პროდიუსერს ეგრევე რომ ნენე მაგრატელი დამწრიალდა ნენე ზუსტად ერთ წამში საიდან გამოაძრო მაგრატელი მართლა არ ვიცი ამ ეთერისთვის აი ესე საგულდაგულოდ და მე გადავხედეთ მე და ნიკა ერთმანეთს და ეთერში დავჭრათ თუ მან არა მოდი ბარემ ეთერშია და აი ზუსტად ასე იყო არც არ ვამატებ გამოვიდა მშვენიერი ამბავი ოღონდ ამას მოყვა ისეთ რეაქცია რომ 2 დღე ყველა ამაზე ლაპარაკობდა სოციალურ ქსელებშიც და გარეთ და ყველაზე მთავარი რომ კაცები იყვნენ ისეთი დაბოხმილები ჩემი და გვარამიას ლანძღვის სურვილიც აღარ ქონდათ. რატო? ანუ რაღაც მოეწონათ მაგას. არა, დაეკარგათ მადა რა ეკნათ აღარ იცოდნენ. არც ჩემი წონი შემჩნევა უნდათ, არც ჯინსებიც, არც პერფორმანსის და რაღაცა ესე გაატარეს მშვიდად ამ ჩემს. არა, ძალიან მაგარი იყო მე. დაჭრის თემა. ძალიან ვისიამოვნე მაგამბით. თვითონ ახლა წულუკიანი ხო ამბობს. მაგის ნათქვამი ეს ჯინსების ამბავი რა ხო თემა მოიტანა. და ანუ რატო არის ეგეთი გაღიზიანებული ხალი? იცი რა ეს ქალი მე მგონი საერთოდ გაღიზიანებული დაიბადა ზოგადად და როცა ჩამოვიდა აუ ესეთი შეფასება არ მომწია. არა, იმიტომ რომ მე არასოდეს არ მინახავს გაღიმებული და არასოდეს არ მინახავს პოზიტივში, მართლა ვერ ვხვდები, აი რატოა სულ მუდმივად დაძაბული, იქნება ღიმილი უხდება და იქნება პოზიტიურიც არ ჯინსებითაც ვნახე ფოტოებში მყავს ნანახი, ყავასაც სვამს, შოკოლადს ჭამს თუ არა, არ ვიცი და სიგარეტს ეწევა თუ არა, მაგრამ რეალურად ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ პოზიტიური იყოს, მაგრამ სამწუხაროდ მოდით მესამეთ მოსვლაზე ვისაუბროთ, თქვენ ყველაზე კარგად იცით ეს ამბები რა. ანუ პირველი ამბები გრძელდება. ანუ მე პირველად წავიკითხე ის რომ ბიძინა ბრუნდებაო. ხო. თქვენი ესეთი პოსტი იყო, ესეთი რომ არ ბრუნდება, მარტო ეს გეწერათ. ანუ უკვე იცოდით რომ ბიძინა არ ბრუნდებოდა. ხო, მაგრამ რა ვქნათ, ხა გახარია დავასპოილეროთ? გვახარია ხო თქვა რომ ბოლო სერიალი და თო განახოთო და ანუ ერთი სკანდალი ამ გადაცემაში ხო იცი აუცილებლად კი აუცილებლად ერთი და ბევრი სკანდალები იქნება ყურადღება გადაგზავ ვილაპარაკებთ ამაზე სკანდალი ეთერში ფასო ტელემოყურებლებო და მოემზადოთ ბოლო სერია უკვე იყო
ბატონი გიორგისთვის ეს სერია იყო შუშის სასახლეში, სადაც მას უთხრეს, რომ თანამდებობიდან უნდა წავიდეს. ოღონდ რადგან არ იცის ჯერ ბატონმა ბიძინამ მესამედ ვინ უნდა მოვიდეს, ან მეორედ, ან მეხუთედ, არ ვიცი მე რამდენი მოსვლა ეს. ამის გამო ჯერ თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ ის რომ მიდის, ეს არის ფინალი. თვითონ თვითონაც იცის მშვენივრად, ხო? რომელიღაც დილას გაიღვიძებს და უბრალოდ ჩაულებრად კი, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში წერილები მოდის, სიხარული არ ჩანს და ალბათ ეს იქნება ის სიხარულის ზარი შუშის სასახლიდან, რომ უნდა ანუ ეს არის უტყუარი ამბავი. უტყუარი ამბავია, კი. კი, რა უცნაურია. კიდე ვინ მოდის? ვინ მოდის? ეს მაინც ფაქტია, რომ სათადარიგოს კამი ოცნებას არ აქვს და ძირითადში სულ მიდიმოდია ეს 8 წელი. მაგრამ ეს კაბინეტი 20-20-ის, ანუ ქართული ოცნების მე ვამბობ, 20-20 არის ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წელი. ხო. ოცნება ხელისუფლებაში რა თქმა უნდა აღარ იქნება, ეს იქნება ყველაზე პოპულარული ბჭყალებში მთავრობა, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქნება ამ მთავრობაში. ყველა ვინც იყო მთავრობაშია, მოკლედ რა. ყველა ვინც ყავთ ქართულ ოცნებაში, ყველა პრემიერ-მინისტრი. ყველა პრემიერ-მინისტრი. ყველა ვინც. ხო, და აი ამიტომ ეგეთ სიტუაცია გვაქვს და ეხება არ ბრუნდებას, იმიტომ რომ თვითონ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არა აქვს და ბოლოს და ბოლოს სან-მარინოს საპატიო კონსულია კაცი ეხა და უნდა პრემიერ-მინისტრად აბრუნება, არ უნდა რასაკვირველი. ბიძინას არ უნდა ეხლა. თუ იძულებული არ გახდა. ხო, და თან ის მაგარი რომ ყველა პრემიერ-მინისტრი არის პარტიაში. ანუ ბოლოს მე მგონი თალაკვაძეს უშვებდნენ პრემიერ-მინისტრად, ჰქონდათ ეგ ვერსიაც. იყო ეგ ვერსიაც კი და დავხატავდა მგოსანი პრემიერ-მინისტრი, არ ყოლია ნამდვილად. ყველანაირი სიტყვა კაზმული პრემიერ-მინისტრი ვყავდა, უსიტყვა პრემიერ-მინისტრიც ვყავდა მამუკა ბაღდაძე. აი საშინელი ბრენდი რო შექმნა გინებების ისეთ იმითი დავიწყეთ და დავამთავრეთ მე თვალის ჩამპაჭუნებელი პრემიერ-მინისტრით, მაგრამ აი მგოსანი არ ყოლია და იქნებოდა ძალიან საინტერესო ლექსებით როგორ გაიხსნებოდა მთავრობის ხდომა მაგალითად. პოეზიით რო იხსნა. ხო, პოეზიის 5 წუთი მთავრობის. პოეზიით რო ერთი ლექსით ყოველთვის თითო ლექს უძღვნის თითო ხდომას აი ესეთი იქნებოდა. კარგია. და ბახტაძეს დაბრუნებაზე მე ველოდები, მინდა რომ ბახტაძე დააბრუნოს სადმე, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ისეთი კარგი მასალა იყო ხუბრობების წერის. განათლების მინისტრად ვრუნდებაო ამბობენ და საათ. სად ბრუნდება ბახტაძე? განათლების მინისტრად. იმიტომ რომ თუ გახსოვთ წასვლისას, როცა გადადგომის განცხადება გააკეთა, იმ კაცმა ყვილა თქვა 6-მეო, ანუ ესე იგი ჰაერია კაცო რამსები 6-მე იყო უქონელი და უპოვარი, არ იყო ეს ქველმოქმედი, განძი შეინახა და თხასწოლიდა და ისე იკვებებოდა და ახლა მე მგონი ბიძინა ივანიშვილმა რომ წარმოედგინა 6-მე თაყაიშვილის ბედი ნამდვილად არ მოეწონა და ასე რომ მგონი რომ არ ჩაეთვალა ის ხომრობა ყვილა დაიხალა. მაგის გამო ხსნი მე მგონი მაგის გამო ექიმეს გამოხსნის იმ კაცს საწყალი მეგონა რომ რაღაცა ისეც ამბობდა და უცბად მაგის გამოხსნიან და რა მინდა კითხო იცი ანუ შენ მუდმივი თვალთვალის ქვეშ ხარ ესე ცხოვრობ ხო ანუ ესე ცხოვრება ხო აი რა გამოდი ჩაულებრივად აი ანუ უნდა გითვალთვალო ისე შეიძლება ვერც იყო კარგად მაინტერესებს ეცია დეტალებში მაინტერესებს რაღაცები რომ აი სახელიდან გამოხედი და მიდიხარ მოძრაობ, მაგრამ როგორ გძნობ რომ გითვალთვალებენ რა, ანუ რანაირად რა შეგრძნება, საიდან გეტყვი როგორი შეგრძნება, იცი რა, ჩვენი სპეცსამსახურის ისტორიაში იყო ესეთი ავადსახსენებელი დრო, როდესაც სპეცსამსახურის ფაქტიური ხელმძღვანელი იყო ფარშის დისტრიბუტორი და კოპლებიანი ძაღლების მალიარი. და პროფესიონალიზმზე მე მგონი აღარ ზღირს ლაპარაკი, იმდენი უწერე და ვილაპარაკე და თუ ვინმე ყავდა ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი, ყველა მიიყვანა იქ. და როგორც ჩემი წყაროები მეუბნებოდნენ, მაგალითად ოტოში შედიოდნენ ეს მისი თანამშრომლები, მიყვანილი ხალხი და გოგოებს უსმენდნენ, მაგალითად ჩართავდნენ ტელეფონს, მერე ეღადავებოდნენ იმას დაურეკე, ეს ამ დონეზე იყო ეს პროფესიონალიზმი მისული და ეხა ჩემი დავბერდი ეხა ჟურნალისტიკაში და როგორც კი გამოვდივარ ჯერ ერთი რომ ვიწრო ქუჩაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობ და მე იცი რაღაცნაირად ვგრძნობ შემოხედვაზე, გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, მაღაზიაშიც არიან, სადარბაზოშიც არიან, ლიფტთანაც არიან, მანქანით არიან, აი ყველგან არიან მოკლედ რა და ძალიან მარტივად ხო, ნუ რა ვიცი, ესე მიმაცილებენ, მომაცილებენ. ვაგინე, უსაფრთხოდ იქნება. ხო, ნუ პატაკებში რა წერენ არ ვიცი, მაგრამ რეალურად ფაქტია რომ რა უცნაურია. შედეგები არა აქვს. არა, ხო, იმიტომ ძალიან უცნაურია, იმიტომ ეგრეთ ცხოვრება. კი, იმიტომ რომ მასალებიც მაქვს, სკანდალებიც მაქვს, ჩიტის ვინაობაც ვერ დაადგინეს და საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგეს თან რა. ამერიკიდან ჩამოსულ წერილებზე
მაგაზე გადავიდეთ. მანდაც თქვენი ხელი ურევია, ეგ მაინტერესებს. რამძიმე თემა. შეიძლება რომ ყველაფერში თქვენი ხელიერიოს რა. ხო, იმდენი რამე მაქვს ჩემს თავზე მოსმენილი ჭორაც, რომ ძალიან არ გამიკვირდება ეგეც რომ თქვა საბოლოო ჯამში, მაგრამ მე უფრო რთულად და მარტივად მგონია თან საქმე, რომ ეს ჩვენი კონგრესმენები და სენატორები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, აშკარად წერას ყავს სატანილი. ფაქტია, იმიტომ რომ ღამე არ გავა ისე, რომ წერილი არ გამოაგზავნონ. ძალიან ცუდი ამბები. ხო, ჯერ ვართ რაღაც 8 თუ 9 ვერ 10-იც არ არის ჯერ, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი დაზუსტებით, რომ 51 აუცილებლად იქნება ტრამპის ტვიტი. და ამით დავამთავრეთ. ეს იქნება ეგეც რომ ნაღდი ამბავია რა. ეს იქნება დასასრული ქართული ოცნების რეალობა არის ასეთი. ოღონდ ერთი რამე ჭირთ, ცუდი წყარო ყავთ იმათაც რა, იმიტომ რომ ისე დროს აგზავნიან ამ წერილებს, როცა ბატონ ბიძინას უკვე ძინავს და მეორე დღეს დილით გამთენისას ნახულობს. აი დროში რაღაცა ვერ დაემთხვია. ალღის შესაკავებლად მიყავთ არჩილთალაკვაძე. ალღაში აკავოს ეს ამერიკული აი რაღაცა კონგრესმენების ტალღა და წერილები. რომ აჩიკო მაგას თავს აუცილებლად მოახერხებს დარწმუნებული ვარ. ხო, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან პროფესიონალი ადამიანია და შეიძლება კი, აუცილებლად აი კრებულს რო ალუჩაზე ლექს რო წაიკითხავს ახლა იქ, ხო, ინგლისურად. იქნება ესე გაიტანოს. ხო, აი, გარეთ ეს. ნამდვილად. იქნება მშვენიერი ამბავი. კი, მაგრამ რა არის, ახლა ბიძინა ხო იძახდა, რომ ევროპას უნდა გავაუწოთ, ევროპა გავაუცეთ უკვე და ახლა გადასული ვართ ამერიკის გაოცებას. სალომე ზურაბიშვილმა გააუცა გუშინ წინ ევროპა მაგალითად ძალიან კარგად, იმიტომ რომ პრეზიდენტად ახსენა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი ხო, მაგრამ იცი რა არის ეს ევროპელები რაღაცა კარგად ვერ ოცდებიან, როგორც სენატორები და კონგრესმენები. კი მართალია რაღაცეები გვითხრეს იქ ევროპარლამენტში და საკუთარი პოზიციების, მაგრამ ახლა თან რუსული დელეგაცია დაგვიპატიჟა, ეგ არის ყველაზე მაგარი, მაგრამ თუ დაპატიჟეს აქ რომ ლავროვები და ვიღაცები უნდა შემოვიდნენ. იცი რა, ეხლა რო არ ვიყო შენთან, ვიტყოდი, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება და საქმის გამოძიების დაწყება, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ჩამოიყვანეთ, მოდი ლავროვი რა და აუცილებლად დაგამხობთ ლავროვთან ერთად. ანუ ეს სიტყვა არის. მე არაფერი არ მithქვამს. მე ვარ წყნარად, ხმა არ ამომიღია. ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ, შემოვიდა სახელი და გვარით ვიცნობს და ამბობს, რომ უნდა დავამხოთ მთავრობა. მე რა შუაში? არაფერი. მაგაზე ხო ყველაფერი. აი ყველანაირი ის არის, ერთი ეგ სიტყვა უნდა წამოგწდეს და დამთავრებული ამბავია. ხო და ველოდები ხარ, როდის ამიბარებენ გამოკითხვას. მაგრამ ყველაზე საუკეთესო ჭორი რაც გავიგონე შენზე, გავიგე შენზე, ეს იყო შენ და თემურ ალასანია, ანუ ელისაკაშვილის თემურ ალასანი სააკაშვილის ბიძა, ანუ ვერ დაასრულებთ ამ წინადადებას. ძირფასო ტელემოყრობილი ისეთი ჭორი არის. აი ელისო კილაძე და თემურ ალასანია იარაღს ყიდიან სირიაში. აი მოდი აი ეს არის ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჭორი რაც გამიგე. მართლა არ გატყუე. ხო, იმიტომ რომ აი სულ ცდილობენ რომ რაღაცნაირად ამ ტერორისტებთან კავშირში ახლა ერთ-ერთი мотиваცია ალბათ ხო სულ ეძებენ რატომ უნდა დამიჭირონ და ეს კოცების ტროლების ქარხანა ხშირად ამბობს რომ მე ტერორისტებთან ვარ კავშირში, მაგალითად ჩემი ქალიშვილი რომელიც ახლა გაცვლითი პროგრამით არის წასული ტერორისტებთან მომლაპარაკებლად ხავს გაშვებული თურმე სადღაც. ხო, და ნუ ჩემი შვილი რომელიც არის სინას მთაზე, ისრაელის მთავრობას წერენ რომ თქვენს ტერიტორიაზეა და მონასტრები დააზიანა და დაიჭირეთ. ნუ ესეთ ალოგიკურ ადამიანებთან ამაქვს ზოგადად საქმე, მაგრამ ეს ჭორი იყო მართლა სუპერ. ყველაფერი მაქვს ჩემს თავზე მოსმენილი. მათ შორის არ ვიცი, აი წარმოუდგენელია მაგალითად, რომ მე ვეწევი პლანს და მოვწიე ეს პლანი და კაპოტის ქვეშ სადღაც შევწვერი, არ ვიცი, აი კაპოტის ქვეშ როგორ უნდა შეძვრე, ან პლანი მოწეულია პროცესში ეთყობა. ხო, აი რაღაცა, ხო, ეგეთი მოსმენილი მაქვს, რომ მუდმივად ოღონდ აი ეს ძალიან უცნაური ამბავია, რომ ვითხოვ ფულს და ძესიტიში რაღაცა ეგეთი სტავკა აქვს რა, არც მეტი, არც ნაკლები. ხო, 10,000 რაღაცა ამ ფულს ვითხოვ თურმე მუდმივად. რა ვიცი 1000 რამე ლექსო თამაზაშვილი მაგალითად ამბობდა რომ მას ყავს წყარო რომ მე ვარ ნარკომანი და ეხლა უნდა გადასცენ ეს მასალები ეს იყო 1-5 წლის წინ და ველოდები მე რა რითუ ეღარ მოფრინდა ეხლა ამ იმაში კახეთში ეს ჭიტები და 1000 რამე მაგრამ ნუ ეს იარაღით ვაჭრობა იყო ტერორიზმის თემასთან პირდაპირ მიბმული არა ესიც იყო კაი ნაციონალები რომ ISIS-თან თანამშრომლობენ ეგ ხო ნუ ეგეცა ძალიან კარგი ამბავია ხო რომ რა წარმოიდგინე რომ აი ცერუ გავაოცეთ აი ჩვენმა დიდმა ჩეკისტმა სოსო გოგაშვილმა ის რაც ვერ
შეძლო ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა დაადგინა, რომ ISIS-ის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ პენტაგონში არის დიდი შოკი და ЦРУ შეფი გადადგომას აპირებს და გოგაშვილი უნდათ რომ ხო იქ მიიწვიონ, იმიტომ რომ აი თავის მასალებით და უდგას სათავეში. თავისი დაწყნარებული. აი როგორ არ უნდა გაგეცინოს ეხლა ამ ფანტაზიაზე, მაგრამ ხო და აი რაც შეეხება იარაღებს, ხო იცი რა არის, აი ამოვწურეთ ეხლა ჩვენ ეს იარაღის მარაგები, ტანკები, ბეტერები, ავტომატები, რაღაც და მეტეორები დაგვრჩა და მეტეორები ცოტა ძნელად მიდის იმ ქვეყნებში, დიდათ არ ჭირდებათ და ფასდაკლება გვაქვს ხოცებისთვის, სახელდახელო და თუ ვინმე ჭირდება, შემიძლია ჩაგიწყოთ ხო რომ ფასდაკლებით გაშოვნინოთ მეტეორები, პირადში მომწერეთ, ჩემი ტელეფონის ნომერი იცით და სიამოვნებით დაგეხმარებით. ძალიან მაგარია ეს ზოგადად ეს ჭორები, მაგრამ მე მაგრა ვერთობი, როცა ესეთ ჭორებს, იმიტომ რომ რეალურად ხო ტროლები არ ვრცელებენ მაგ ჭორებს. არა, ტროლები არ ავრცელებენ, მხოლოდ რეალური კაციც იყო ესეთი, რომელიც ამ ჭორებს ჩემზე ავრცელებდა, უნდა ვთქვა მე ხშირად ვამბობ ეს რაღაცა კოპლებიანი ძაღლები, ხო ძალიან მაგარი ამბავია, ჩემი პაზივნოია, ყველა მიცის რა კოპლებიანი ძაღლები. რა არის ეს კოპლებიანი ძაღლები? ნახ გოგაშვილის გარეშე ვერაფერ ჩავატარებ ამ წავიდე. ხო, მაგრამ წავიდა კი არა, აგერ ახლა აღმოჩნდა რომ მთელი ეს არის ადრათა საბრუნები. არიცი, კონკურენტი გამომიჩნდა საგამოძიებო ჟურნალისტიკით აპირებს დაკავებას. ახლა მასალები უნდა ვთარგმნო, გამოვაქვეყნო და ბოლოს შემოგთავაზა რომ პროდიუსერიც მე ვიქნები და წყაროც მე ვიქნები თქვენიო. ოღონდ აი ეს მასალები ხო არ ვიგონებ თვითონ დაწერა, ნამდვილად შეგიძლიათ მის Facebook-ს გვერდზე ნახოთ. თუ წაშლილი აქვს სკრინები შენახული მაქვს რა თქმა უნდა და მე მეგაჩვენ. ხო და ეგეთი ამბავია მოკლედ მის ცხოვრებაში თურმე როცა ჯერ კიდე სოციალურად დაუცველია სანამ მილიონერი გახდებოდა, ჩვეულებრივ დვარნიაშკა ძაღლებს იჭერდა, კოპლებს ახატავდა და მე დიღომში ბაზრობაზე დალმატინელებად ასაღებდა და ესე ყიდდა. ოღონდ თქვენ რომ იცოდეთ ეს ამბავი. დაიცა ესეთი რაღაცა თქვი ახლა ასე როგორ მანდ გავჩერდეთ აბა მოდი ახლა ხელახლა წავიდეთ. კაი, ხელახლა წავიდეთ, ხო? სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე და მადლობა ბატონო ბიძინა რომ ეს კაცი ყოფილია და არა მოქმედი მოადგილე, ნამდვილად გეკუთვნით ჩემგან ეს მადლობა საჯაროდ და თან თავარი არხის ეთერში. როდესაც იყო სოციალურად დაუცველი, ჩვეულებრივ დვარნიაშკა ძაღლებს იჭერდა. ნამდვილი აბაბია, მან რო იცოდეს ეს წყარო ვინ არის, თავისი ხელით მოკლავს იმ თავის ნათესავს. ოღონდ მართლა ძალიან რეალური ნათესავს. წყაროსთან ახლოს ვარ. ნათესავს. მის ნათესავს კახეთში ამა და ამ ადგილას. ხო. ახატავდა მოკლედ კოპლებს, ეს ძაღლების მალი არის და ესა ყიდდა რა მოკლედ. გამითხა. ხო, და ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა ქვეყნის სპეცსამსახურს. ეხლა წყაროები ხო ყავს ბევრი. კი, ბევრი. თვითონ თანამშრომლები ხო ყავს შენი გაზეთის თანამშრომლები. ანუ იმათაც ხო ყავთ ძალიან. მთელი ქვეყანა ჩვენ ვართ. ხო, მე მყავს ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი წყარო ყავს, ძალიან ბევრი ინფორმაცია. ჩემზე მეტი? კი, შენზე მეტი. აუ. უბრალოდ რა არის, იცით? ამის პრობლემა ის არის, თქვენთან იმიტომ უნდა შეხვედრა, რომ აი ამ თავის სკანდალურ ინფორმაციებს არავინ არ უბეჭდავს. არც ერთ გაზეთში არ იბეჭდება და ნუ თქვენთან არა, ტროლი არ არის, ინფორმატორები ყავს, ძალიან ბევრი ინფორმატორები, ბევრი ინფორმაცია აქვს. ხო და ეს ადამიანიო თქვენ გაგაცნოთ პირადად, იქნება თქვენთან დაინტერესდეთ, იმიტომ რომ ახლა შეგვიძლია კამერები გამორთოთ და ისე ვისაუბროთ, ახლა არ არის პრობლემა. თუ შეიძლება მობრძანდით. ხარია თქვენთან გამარჯობა ვანო. მადლობა რომ მომესით საშუალება რომ შევხედოთ ქალბატონების. როგორ ბრძანდებით? კარგად, რა ვქნა. აი წყაროები ეხაც მწერენ. წყაროები, ეს ჩემნაირი წყაროები არ იქნებიან ქალბატონების. მე ერთადერთი ოფიციალური ლიცენზირებული წყარო გახლავართ. ეხლა უყურეთ რა შესაქმე, მე მოგიყვებით ჩემს რამდენიმე გამოტანილ ინფორმაციას და თქვენ მიხვდებით ვისთან გაქვს ოპოზიციიდან. თავრობიდან გეტყვით. ოპოზიციაშიც მყავს ჩემები დიახ. ანუ ისინი ლიცენზირებულები არ არიან, მაგრამ ესეთი წყაროები არის. ეხლა უყურეთ რა შეასახმე, მაგალითად, ჩემი გამოტანილი ინფორმაციაა და მე გავხადე ეს ინფორმაცია საჯარო, რომ ემზარ კვიციანს მარწყვის კომპოტების ქარხანა აქვს სხვათაშორის. ეს პირველი მე გავხადე ეს ინფორმაცია. შემდეგ სააკაშვილის ჯიბეში რომ ერმილად შენ ხო არ ხარ? ერთი წუთი ნუ გავუსწრებთ მოვლენებს ერთი წუთი. სააკაშვილის ჯიბეში რომ ბენზინიდან 1 ლარი მიდიოდა, ესეც ჩემი გამოტანილი ინფორმაცია რომ იცოდეთ და ამანაც ძალიან კარგად იმუშავა და მეთანხმეთ ახლა. ხო, მაგრამ გუბაზი იყო ეგ, მე ასე მახსოვს ქუთაისში საარჩევნო. გუბაზამდე საიდან მივიდა ელისო? ანუ მე მყავს ჩემი სპიკერები, ვისაც შეიძლება ვათქვა, მაგრამ მე მინდა რომ თქვენამდე მოვიდე.
მე მინდა რომ მოვიდეთ თქვენამდე და დაიბეჭდოს უკვე ეს ჩემი უთხვარი ინფორმაციები, სხვათა შორის ნახეთ, აი დასტა მაქვს ინფორმაციებით მოტანი როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური პარტიები, მრავალპარტიული ინფორმაციები მაქვს მოკლედ. გაგზელთ. ასევე სხვათა შორის ჩემი ინფორმაცია იყო ისიც გამოტანილი რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და მეცენატი. ესეც მე გამოვიტანე. ხო, ძალიან ცოტა ხანი ამ ლეგიტიმურობამ ამ ინფორმაციის გაქაჩა, მე უკვე ვეღარ ვაჯერებ ვერავის ქველმოქმედებას, მაგრამ ესეც ჩემ სხვათა შორის თქვენზე და თემურ ალასანიაზეც ეს ინფორმაციაც მე გამოვიტანე. სხვათა შორის. იარაღით ვაჭრობაზე. დიახ. ეხლა უყურეთ, გავაგზავნოთ, რომელი ერთი დავიწყო, მაგალითად, მე ვიცი რომ თქვენ მთავრობის სადარაჯოზე ხართ, პირდაპირ მთავრობიდან დავიწყებთ. პარლამენტის თავმჯდომარეზე გნებავთ. აჩიკო თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არის მელოტი. დიახ, და აქ ყველაზე სკანდალურია, მე მის სიმელოტესთან არავითარი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ აქ თავარი რა არის? პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მითითებით ატარებს პარიკს. როდესაც ისინი შეხვედრიან ერთმანეთს, ბიძინას უთქვამს, რომ აჩიკოს რომ შეხედა, მას ხომ ბავშვური პირის სახე აქვს. ძალიან მაგონებს მელოტ ნიკანორ მელიას. ამიტომ ვერ ავიტან ამას დააფარეთ პარიკი. ესე იგი, ორივეს ხო ბავშვური პირის სახე აქვს. დაამსგავსა კობზონს. კი ბატონო. ინა თავმჯდომარეს რა უკნა, ის კიდევ არ მათქმევინოთ საერთოდ. იცით კობახიძეზე, რო შეხედა? ხო, რა. ის ხომ ქერა იყო თავიდან. შეხედა თუ არა, ეს მერლინ მონრო საიდან მომიყვანეს. ესე უთქვამს. და მე შეაღებინა. მოკლედ, გითხარ, თალაკვაძეზე ეს დაიბეჭდება ეს ინფორმაცია როგორ? იქ თუ კიდე გავყვე. არა, გავყვეთ. გავყვეთ, მესტებს არჩევ. როგორც ბატონო, ბიძინა ამბობს, ჩაზუსტება არის საჭირო. ჯანდაცვის მინისტრზე გნებავთ? ჯანდაცვისზე? ხო, აი, ეს გწოდნიათ, ხედავთ, თქვენს ყავთ ეთყობა რაღაცა. ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემა აქვს სამინისტროებს შორის, თვითონ ჯანდაცვის სამინისტროში კომუნიკაციის პრობლემა. ამ ქალბატონს არ ესაუბრებიან. არავინ არ ელაპარაკებს. არავინ არ იცოდეთ. არა, ეს ქალბატონი ხომ ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი იყო და მისი სახელი ამ ქალბატონის მხოლოდ ბიძინა მიცის, რა ქვია. დანარჩენებმა სახელი არ იცნობენ მას. ხვდებით, უყურებელია. ამ ხელა მინისტრი ქალბატონია იმანოთი ხო არ მიმართავენ, არა? ხო, და სერიოზი. იმანო. ყავს წყარო ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც მოვა და პირადად პირადად. დიახ. სახელი რო არის. საინტერესო იქნება ჩვენი პრეზიდენტის სამბების თქვენთვის ალბათ, ხო? სინამდვილეში იცოდით, რომ ჩეხეთის სპეცსამსახურების აგენტია. ირანის ვიცოდი და ირანის ირანთან ეს პირდაპირი არ არის. სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის აგენტია, თუმცა სრულად უსარგებლო აგენტია, იმიტომ რომ ჩეხურადაც ისე მეტყველებს, როგორც ქართულად. ის სარგებლობა ვერ მიაქვს იმათი ჩეხეთისთვის, მაგრამ ეხლა უყურეთ კიდევ ძალიან საინტერესო ამბები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მე რამდენიმე წყარო მყავს. თურმე როდესაც იძინებს ქალბატონი, სკოჩავენ, პირს უსკოჩავენ, რომ ძილშიც რაიმე სისულელი არ ილაპარაკოს. ადმინისტრაცია თვითონ უსკოჩავს. აი ფოტო დავხატავდა. გადმოვაგზავნინო? აი, მე თუ ამ ფოტოს გადმოგიგზავნით. კი, ვაღიარებ რომ ხარ. თქვენს გაზეთში ეს დაიბეჭდეთ. კარგი, მაშინ მე გეტყვით. იცოდით რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არალეგალურ, არალიცენზირებულ თამაშებს მართავს. ირანულ მამლებს აჩხუბებს. ირანული მამლების ჩხუბს მართავს. დიახ. და ერთ-ერთი მამალი სხვათა შორის ჩემი წყაროა იქედან და კიდევ რა ხდება ვერ წარმოიდგენთ რა საგიჟეთ. მამალი ჩემს. რა ვიცი, გავყვე კიდევ გნებავთ ამბები. ანუ თქვენ ხშირად ახსენებთ სხვა უყურეთ, თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ სხვათა შორის გია ვოლსკის, ხო? ასეთი არის ასეთი. არის ასეთი, კი. მოდელისტის მაშინ ძალიან სკანდალურ, ურთულესად მოპოვებულ ინფორმაციას გია ვოლსკიზე. გია ვოლსკი სინამდვილეში თურმე არც ისე, მერე? რაღა მერე, ანუ ეს არის ინფორმაცია გია ვოლსკი სინამდვილეში არც ისე. არც მერე. რა მერე რა ხვდებით, აი უტყუარი დასაწყისია გადამოწმებული ინფორმაციის. ხო, გია ვოლსკი თურმე სინამდვილეში არც ისე დაასრულეთ როგორც იყო. 100% გადამოწმებული უტყუარი ინფორმაციაა წყაროსგან. მე აქ სასაცილოს ვერაფერს ვერ ხედავ. მაინტერესებს, თქვენ გააქვთ რა ისეთი? გავყვე, ოპოზიციურ პარტიებზე გადავიდე გნებავთ? ირმა ინაშვილზე გნებავთ? იცოდით სინამდვილეში რომ რუსეთის ქალი არ არის? აბა რა არის? არ არის, არა რუსეთის ქალი. აბა რა არის? რუსეთის კაცია. დიახ. თემა წყარო მითხრა. სინამდვილეში ის რუსეთის კაცია. რა გითხრათ, აი, ამდენი ინფორმაცია წაგიკითხეთ, ფაქტიურად აქედან რა გითხრათ, რა ესეთი ინფორმაცია გააქვთ, აი ეჭვი რო არ გეპარეთ. ანუ თქვენ ხო გონიათ რომ მარტო ეს მაქვს, აი მაგალითად, აი ნახეთ. ეს მეხსიერების ბარათი. შეხედეთ? 2019 წლის საუკეთესო სკანდალური ინფორმაციების კრებულია, ნახეთ? როგორი ბუკეტია. ნახეთ ხო.
ნახეთ, იგზნობა სიმწვავე, ნახეთ. სწორედ მე ვიცოდი რომ აი აქ აუცილებლად დამეთანხმებოდი. 2019 წლის ყველაზე სკანდალური ინფორმაციების აი იცი რა მაინტერესებს, ისეთი რამე ინფორმაცია გაქვთ, რომ უტყუარი რო არის ინფორმაცია, მართალი რო ნამდვილად. არის ესეთი ინფორმაცია, ერთი ოღონდ უნდა მომცეთ ხელშეუხებლობის გარანტია, რომ აქედან მე გავალ და პრობლემა არ იქნება. კი ბატონო, გისმენთ. ხო, მართლა, შეიძლება ეს მითხრათ. არის მაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ ვანო სინამდვილეში დიდი შოუმენის და იუმორისტის ვანო ჯავახიშვილის შოუში ჩაწერის დროს წვიმის შეფების შხაფუნი შემოდის სტუდიაში. აი ეს ინფორმაცია მაქვს დანამდვილებით ვიცი 100%-იანი და ის ვიცი კიდევ რომ სუფლიორი ეთიშება ძალიან ხშირად. დიახ, ესეც ვიცი და სინამდვილეში მისი გრანდიოზული ეს ულამაზესი სტუდია კი არა, რაღაც საწყობია. აი აქედან გადის. რახან მათქმევინეთ თუ მე აი ეს ინფორმაცია. ეგ კორექტ ნამდვილი ამბავი. ნამდვილი ამბავია, მე რაღაც ის ვანო რა. მოდექი ანდერგრაუნდ რაღაც გამოვა რა. ავედი ახლა მე უნდა მიხედო ჩემს წყაროებს ამდენი ინფორმაცია მოედინება თუ არ დავხვდი და შევაგროვე არაფერი არ გამოვა. დამპირდით რომ დაბეჭდავთ აქედან. დიდი მადლობა ელისო, მიხარია რომ ლეგენდას შევხვდი. მადლობთ ვანო. გაიხარე, კარგად. მოკლედ ელისო. ну ახლა ესეთი წყაროა შეიძლება გამოგვადგეს, შეიძლება არ გამოგვადგეს, ახლა თავისებულია, ცოტა მანერულია, ცოტა ისეთ. ერთი ბოლოსკენ, მოდი, გითხარით, როგორი წელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან უხეშად და ცუდად დაიწყო ეს წელი, სულ ჩხუბები, სულ ადამიანი ძალადობებით არის. მე ხო თან ლაკაკულიას მეძახია ქუთაისელს, ოღონდ არ ვიცი ახლა რაღაცა ესე ხაზგასმით და ძალიან მომწონს ზოგადად ეგ ამბავი. ჩხუბებით დაიწყო, რთული წელი იქნება. ბევრი სკანდალი გახდება საჯარო, ბევრი ჩიტი გამოფრინდება, ბევრი კოცი გაშულა აღარ იკოცებს. კოცი აღარ იკოცებს. ბევრი კოცი აღარ იკოცებს. სენატორებიც და კონგრესმენებიც გაიაფებენ ცოტა თავის წერილებს, იმიტომ რომ ეხლა კოცების ფანტაზიით $3,000 აწერინებს თურმე მიშა ამ წერილებს, რო აგზავნიან ისინი. წარმოიდგინეთ, მე უფრო ძვირს მაფასებდნენ $4,000 უხდისო ამბობდნენ თავის დროზე. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში არც აჯანყება დაგჭირდება. არც რევოლუცია დაგჭირდება, არც ქუჩაში გამოსვლა არ დაგჭირდება. ტრამპის 51 ტვიტის შემდეგ არჩევნები ჩატარდება მშვიდად. ბატონი ბიძინა არის ძალიან გონიერი ადამიანი ზოგადად. საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება, საკუთარი ფინანსების და ასე შემდეგ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სად იქნება მგოსანიაჩიკო, ქალაქის მერი კახი და დინარაძე და სხვები. და რეალურად შვიდად გადააბარებს ხელისუფლებას იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ჩვენ ყველანი ხმას მივცემთ არჩევნებში. აი ეს არის ამბავი, ესე იგი ეს არის ამბავი, აგერ მე, აგერ 20-20-ის არჩევნები და აგერ ლელაკაკულია და აგერ ბატონო შენი ბოლო გადაცემა არჩევნების მერე. ძალიან საინტერესო სტუმარი იყავით. ხალბატონი ელისო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ხალბატონი ელისო კილაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.